მევესალმები საქართველოს გამარჯობა და გამარჯვება საქართველოს უპრეცედენტო აქტივობაა თქვენ ეს შეძენით უპრეცედენტო გამოცხადება საქართველოს მოქალაქეებისა საარჩევნო უბნებზე უტოლდება აქტივობა 2012 წელიწადს. ცვლილებები უკვე დადგა. ქართული ოცნება არის საპარლამენტო უმცირესობაში. ის არის ქვემოთ 40%-ზე ქვემოთ არის, დაბლა არის ქართული ოცნება და დანამდვილებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხას უსვამს სრული პასუხისმგებლობით, რომ ის არის საპარლამენტო უმცირესობაში. 4-ვე პოლიტიკური მსხვილი გაერთიანება ჯგუფი ლახავს ბარიერს, რაც მისასალმებელია და ულოცავ თითოეული მათგანის ამორჩევლებს, ხარდაჭერებს, თანამოაზრეებს, ეს მათ შეძლეს. ახლა მთავარია, რომ ათასობით ჩვენმა თანამოაზრეებმა ჩვენ როგორც კოალიცია ცვლილებებისა, რომელიც აქვე უნდა ითქვას, კეთმაღლობაში არ ჩაგვითვალოთ, მაგრამ კოალიცია ცვლილებებისთვის საარჩევნო ნომერი 4 ოპოზიციურ პარტიებს შორის არის მნიშვნელოვნად წინ ვიდრე სხვა ოპოზიციური გაერთიანებები, მაგრამ მთავარია, რომ 4 ოპოზიციური გაერთიანება ლახავს ბარიერს და ათასობით ჩვენი კოალიციის, სხვა კოალიციების დამკვირვებლები, წარმომადგენლები ახლა იბრძვიან ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავად. მათ მთელი დღის განმავლობაში მოუწიათ ძალიან უთანასწორო პირობებში ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა და მადლობა აბსოლუტურ უმრავლესობამ მათგანს, რომ არ აყვნენ ქართული ოცნების პროვოკაციას. ქართული ოცნების მთავარი ჩანაფიქრი იყო, რომ ჩვენი დამკვირვებლები, წარმომადგენლები გამოიყვანათ მდგომარეობიდან. ახლა დარჩენილ 2 საათში მნიშვნელოვანია, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ვინც ჯერ არ მისვლა და დარწმუნებული ვარ, ასეთი იქნება ალბათ რამდენიმე 100,000, ტრადიციულად ასე ხდება. საღამოს 6 საათიდან 8 საათამდე დაახლოებით 300-400,000 ამორჩეველი მიდის ხოლმე უკანასკნელი არჩევნების განმავლობაში. პრაქტიკა ამას ხატობს საარჩევნო ურნებთან. უნდა მივიდეთ და გავაკეთოთ საკუთარი არჩევანი და ჩვენი ერთი ხმით ჩავდოთ ძალიან ძვირფასი, მოგრძალებული არა, ძალიან ძვირფასი, წვლილი და წილი საქართველოს უკეთეს მომავალში. გასათვალისწინებელია, რომ იმ დაანგარიშებაში, იმ მონაცემებში არ შედის ქართველი ემიგრანტების მონაცემები და ხმები, ვინაიდან ვიდრე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ცენტრალური ოფისიდან კოალიციის ცვლილებებისა ჩვენ გქონდეს ეს ძალიან სასიამოვნო ბრიფინგი. ისინი დგანან სხვადასხვა დედაქალაქებში, სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ჯერ კიდევ არიან რიგში, რომ მისცენ ხმა საქართველოს უკეთეს მომავალს. აი ამ ჩვენს მონაგარს საერთო ქართული საზოგადოებისას დაემატება მრავალი ათასი ქართველი ემიგრანტის ხმა, რომელიც ალბათ დაითვება ხვალ დილის თვის ან უკიდურეს შემთხვევაში შუადღისთვის. დიდი მადლობა წარმატებები ათასობით ჩვენ წარმომადგენლებს. მადლობა და ყველანი არჩევნებზე ჩვენ შევძლებთ. 2012 წლის 1 ოქტომბერს დადასტურდა დღევანდელი დღით, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ ხალხს არ აურჩევია მეფედ, არ უკურთხებია მეფედ და არც ცეკას მდივნად აურჩევია. ქართულმა ხალხმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი. შესაძლებელია კოალიცია ცვლილებებზე ძალიან დიდი წარმოდგენა ბევრს არ ჰქონოდა, ვისაც დღეს არჩევანი როგორც ჩანს აქვს შეჩერებული კოალიცია ცვლილებებზე, მაგრამ ცვლილებებს დაუჭირეს მათ მხარი და აი ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ბუნებრივია ჩვენ ასევე პასუხისმგებლობით მოვეკიდებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში. დიდი მადლობა. ამის თქმა მინდა დიდი ხანია, რომ ოცნება დამარცხდა. ეგერი გადადიან ოპოზიციაში. ყველა წინასწარი მონაცემი, რომელიც ჩვენ გვაქვს, აჩვენებს, რომ 4-ვე ოპოზიციური მსხვილი ჯგუფი ლახავს ბარიერს და შესაბამისად ჯამში ჩვენ შევხვდით უმრავლესობას მომავალ პარლამენტში და შემდეგ დავაყოფებთ მთავრობას. ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ გამოცხადება არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო. ჩვენ უნდა გავიფორმოთ ჯერ ეს გამარჯვება. ეხლა არის დარჩენილი 1 საათი, სანამ უბნები დაიხურება. 2 რამე არის ეხლა გასაკეთებელი. 1 ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს,
ჩვენი წარმომადგენელი იყო პარტიული თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი იყო თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი იყო პარტიული, ვინც უბნებზე იდგა მთელი დღის განმავლობაში და იცავდა ხმებს. ეს საქმე არის მისაყვანი ბოლომდე. ჯერ არაფერი დამთავრებულა, პროცესი მიდის, რვაზე დაიკეტება უბნები, მაგრამ მე იქნება ჯერ ოქმების ამობეჭდა, იქ სადაც ელექტრონულად ითვლიან ხმებს, მაგრამ მე იქნება ამისი ხელით გადათვლა. ყველა თქვენ უნდა დარჩეთ ამ უბანზე ბოლომდე, სანამ არ დასრულდება ხელით გადათვლის პროცესი. მან დაესწრება მაგნიტსხმების წერტილი. ეს არის ერთი რაც ყველამ უნდა გააკეთოთ და მეორე რაც არის მნიშვნელოვანი, 1 საათი კიდე დარჩენილი. მნიშვნელოვანია რომ ვინც ჯერ კიდე არ მისულა უბნებზე, განსაკუთრებით მიუხედავად იმისა, რომ ბოლო საათებში ძალიან გაიზარდა ახალგაზრდების გამოცხადება, ვინც ჯერ კიდე არ მისულხართ, ყველანი გამოცხადით უბნებზე. რაც უფრო დიდი იქნება სხვაობა, მით უკეთესი ჯამში ამ ქვეყნისთვის. ეს ორი რამე უნდა გავაკეთოთ ახლა ყველამ. განაჩენი ყველაფერი გაკეთებულია. მადლობა ყველას კიდევ. ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება ქართული ოცნების დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა და უმძიმესი მარცხი. აი ეს განსხვავება. ჩემი რჩევა იქნება ყველასთვის, რომ ნუ უსმენთ ამ სახეშეშლილ ადამიანებს, სახელზეც ეთყობათ, რომ თვითონაც ისინი დამარცხებულები არიან. მათი ერთადერთი მიზანი ხა არის ის, რომ მაქსიმალურად გაამხნევოს საკუთარი ხალხი, რომ სხვაობა არ იყოს დიდი, თორემ რომ დამარცხდებიან თვითონაც კარგად იციან, იმიტომ რომ ყველას მაგათაც აქვს ის წინასწარი მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს. ის რომ რაღაც მაღალ პროცენტს აიღებს, რაღაც ყველაფერი არის ზღაპარი. დამარცხებულები არიან, ჩათვალეთ და გადასული არიან ოპოზიციაში. უბრალოდ ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული ხმა იმისათვის, რომ მოქალაქეებმა, რომლებაც ბევრი რაღაცები გარისკეს, ბევრი რაღაცები გაიღეს, მივიდნენ არჩევნებზე და ვიცით, რომ ესეთი არის უამრავი ამ ქვეყანაში, 10-ობით, 100-ით ადამიანი, რომლებიც რისკავენ წასვლას არჩევნებზე და ოპოზიციის ხმის მიცემას. ამ ადამიანების იმედები უნდა გავამართლოთ. ამიტომ უნდა დავსვათ მაქსიმალურად ის შედეგები, რომლის დაცვასაც ჩვენ მოვახერხებთ. თორე ეს რო არ იყო ხა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეგეც ყველა მიცით, ხო? მადლობა კიდევ ერთხელ. მაშასე ყველანი არჩევნებზე ასეთია კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერების ბოლო მოწოდება